ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში პოლიტპატიმარი ჟურნალისტის მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა იწყება. მოსამართლე თავდაპირველად მხარეების შესავალ სიტყვებს მოისმენს, ასევე განიხილავს მათ შუამდგომლობებს. მზია ამაღლობელს რეჟიმი პოლიციელზე თავდასხმას ედავება. საქმეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს, რომელსაც სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს და ის ესტონეთის მიერაა სანქცირებული. სწორედ ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის უფლებების დარღვევის გამო. დღესვე რამდენიმე საათში სასამართლო გამოაცხადებს გადაწყვეტილებას მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ ეგრეთ წოდებული სტიკერის გაკვრის საქმეზეც, სადაც ბრალდება გაყალბებულ ოქმზე დგას. დოკუმენტის მიხედვით მედია მენეჯერი პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, თუმცა ეს არის ტყუილი, რაზეც ადგილზე გადაღებული არაერთი ვიდეო კადრიც მიუთითებს. თამარ თედიაშვილი გვერდდება ახლა ბათუმის საქალაქო სასამართლოდან პირდაპირ ეთერში. თამარ, რამდენ ხანში დაიწყება პროცესი? ვხედავთ, რომ უკვე უამრავი ადამიანია შეკრებილი და დაესწრება თუ არა ამ პროცესს მზია ამაღლობელი? დიახ, თამარ, წუთი-წუთზე ველოდებით ჩვენ დაწყებას სასამართლო პროცესის. მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს მზია ამაღლობელის საქმეს არსებითი განხილვა იწყება, როგორც ჩვენ უკვე უთხარი ჩვენს მაყურებელს. სავარაუდოდ იქნება მზია ამაღლობელი დაესწრება ამ პროცესს, ჯერჯერობით ზუსტად არ აქვს ჩვენ ამის შესახებ ინფორმაცია. აქ ყველაზე ხშირად და მომახიანად ისმის ამ წუთებში შეძახილები თავისუფლება მზიას, ცეცხლი ოლიგარქიას. მზია ამაღლობელის დაკავების პირველივე დღეებიდან და ყველა სასამართლო პროცესზე ხდება ასე, რომ უამრავი ადამიანი სხვადასხვა ქალაქიდან თუ დედაქალაქიდან ჩამოდის მზია ამაღლობელის საგულშემატკივროდ სოლიდარობის ნიშნად სასამართლო პროცესებზე და დღევანდელი დღეც არ არის გამონაკლისი. ძალიან ბევრი ადამიანია შეკრებილი სასამართლო შენობაში თუ გარეთ დაკავებული ჟურნალისტის და მედია მენეჯერის საგულშემატკივროდ გესმით ალბათ ეს შეძახილები. ვასილ ივანოვიჩი თოვანი ახლა ჩვენთან ერთად ისიც სხვა გულშემატკივრებთან ერთად ჩამოყვედით ჩვენს თბილისიდან. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში და მზია ამაღლობელის დაკავებაც ამ პროცესების მთავარი ნაწილია, შეიძლება ითქვას. თქვენს თავზეც გაიარეთ ის რეპრესიები, რაც ხელისუფლების მხრიდან მიდის, თუმცა მზია ამაღლობელი აბსოლუტურად სხვა მოცემულობაშია. რას ნიშნავს დღეს მზია ამაღლობელის ციხეში ყოფნა? ხელისუფლება რა პოზიციაშია და თქვენი როგორც ჟურნალისტის სათქმელი რატო ხართ დღეს აქ? რატოა მნიშვნელოვანი სოლიდარობა დაკავებული ჟურნალისტის მიმართ? დიახ, ჩემი სათქმელი არ შეცვლილა, სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს. საკუთარ მდგომარეობას ვერ შევაფასებ, რომ მე ვარ და გავიარე რეპრესიები, თუმცა მზია ამაღლობელი გადის ახლა ყველაზე მძიმე რეპრესიას, რაც კი შეიძლება ყოფილიყო მის წინააღმდეგ გამოყენებული. დღეს უნდა გამოცხადდეს გადაწყვეტილება მის ადმინისტრაციული ბრალდების საქმეზე და ასევე უნდა დაიწყოს სისხლის სამართლის ბრალდების საქმეზე არსებითი განხილვა. ორივე შემთხვევაში საქმე აბსურდთან გვაქვს, არც სამართლიანი არის ეს ყველაფერი და არც სამართლებრივად გამართლებული. პირველი მას ადმინისტრაციულად ედავებიან კედელზე სტიკერის გაკვრას, რის გამოც იგი დააკავეს და შემდეგ უკვე მას ედავებიან პოლიციელზე თავდასხმას, რაც იურისტების შეფასებით არ შეიძლება კვალიფიცირდეს ზოგადად როგორც თავდასხმა. მზია ამაღლობელი რომ ამ პროცესებს როგორც პატიმარი ეისრება, ეს ჩემი ღრმა რწმენით და შეფასებით არის არაფერი სხვა თუ არა პოლიტიკური მდევნა. ეს არის მცდელობა მას, ვისაც ახლა უყრია ძალა, არ აჩვენოს სისუსტე. მას ეშინია ახლა რომ მზია ამაღლობელის შემთხვევაში რაიმე გადადგმული ნაბიჯი, მისი გათავისუფლება შეიძლება აღიქვას საზოგადოებამ როგორც ძალისპრობელი სისუსტე, რაც კიდევ მიანიშნებს იმაზე, რომ პირთა გარკვეული ჯგუფი სერიოზულად არის შეშინებული არის საზოგადოების ერთობით და შეშინებული არის აი ამ ერთი ქალის სიძლიერით, რომელიც მზია ამაღლობელმა გამოამჟღავნა და ჩვენ ყველას გვაჩვენა. მზია ამაღლობელი არის პოლიტპატიმარი, იქ დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს საპრობილიდან და ყველას უნდა ქონდეს უფლება ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოთი. ის რაც ჩვენ აქამდე ვნახეთ, არავითარ შემთხვევაში არ არის სამართლიანი სასაფლაო, სამართლის სასაფლაო შეიძლება უწოდოთ წამოწდა სიტყვა, თუმცა სამართლის სასაფლაო არის, როდესაც მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ჯერ ითხოვენ პატიმრობას აღკვეთღონის
იზრდება და შემდეგ მოსამართლე ამას აკმაყოფილებს. შემდეგ სააპელაციო სასამართლო საერთოდ არ განიხილავს. აუცილებელი არის ერთობა, ძალა ერთობაშია და მწამს და მჯერა, რომ საზოგადოების ერთობით ჩვენ სამართლიანობას და სამართლებრივ სასამართლოსაც ქვეყანაში აუცილებლად მივიღებთ. მადლობა ვასილი ივანოვიჩი სუსმენდით თქვენ და ერთობა ნამდვილად გამოჩნდა მზია ამაღლობელის ყველა სასამართლო პროცესი. აქ ძალიან ბევრი ჟურნალისტია შეკრებილი. მალხაზ რეხუიაშვილს ვხედავ ახლა მე, თუმცა დამასწრეს მალხაზთან მისვლა. გელამ თივლიშვილს გავესაუბრები. გელამ, პირდაპირ ეთერში ვართ. კიდევ ერთხელ მოკლედ დღეს არის ადმინისტრაციული გადაწყვეტილების გამოცხადება, ასევე იწყება არსებითი განხილვა რამდენიმე წუთში. ყოველ ჯერზე, როცა სასამართლო პროცესია, თქვენ ჩამოდიხართ, არა მხოლოდ თქვენ, ძალიან ბევრი ადამიანი, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სოლიდარობას და კიდევ ერთხელ ხელისუფლებას თქვენი სათქმელი რომ განსაკუთრებული მე რომ ვიყო ციხეში, ამ ქვეყანაში აღარ გექნება არც ერთი ინსტიტუციის იმედი, რომ რომელიმე საქმეს ან შენს წინააღმდეგ შეთქმულება ბრალდება სამართლიანად განეხილავს და გადაწყვეტს. ერთადერთი რისი იმედიც უნდა გქონდეს, ვართ ერთმანეთი და თუ ჩვენ აქ არ ვიყავით, მზია უიმედოდ არ უნდა დავატოვოთ. ამიტომაც ვიქნებით ყველგან, სადაც მზიას თავისუფლებისთვის ბრძოლა შეიძლება. აქ არ ჩამოვდივართ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ მზიას მეგობრები ვართ. აქ ჩამოვდივართ იმიტომ, მათ შორის რომ მზია არის პოლიტიკური პატიმარი, უკანონო ქალი ჟურნალისტი საქართველოში. ის არის ივანიშვილის რეჟიმის მთავარი მძევალი. მძევლებს შორის მიჭირს კიდეც გამოვარჩიო, მაგრამ ის ხომ სწორედ მისი საქმიანობის გამოა დაპატიმრებული სხვა პოლიტიკურ პატიმრებთან ერთად, რომლებიც თავისი აქტივიზმის გამო არიან დაპატიმრებული, ხო? ჩვენ ერთადერთი რაც ამ ქვეყანაში ავტოკრატიულ დიქტატორულ რეჟიმში დაგვჭა არის ის, რომ ერთმანეთი არ უნდა მივატოვოთ და ამის პირობას ვდებთ კიდეც, რომ ვიდრე ცოცხლები ვართ, მოძრაობა, სიარული, მუშაობა და ასე შემდეგ შეგვიძლია არც ერთის ინდიცის პატიმარს არ დავტოვებთ სოლიდარობის და ბრძოლის გარეშე. მოლოდინის შესახებაც რომ გითხრათ, რამ დაახლოებით წარმოადგენა გვაქვს, მაგრამ მაინც პროცესებზე ახლაც არანაირი პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს. ჩვენ ნახეთ, რომ დღეს საქმის არსებითი განხილვა დაევალა მოსამართლე სახელაშვილს, რომელმაც ის მზია წინასწარ პატიმრობაში გაუშვა სრულიად უკანონოდ, აბსოლუტურად გამოგონილი, არაკანონიერი საფუძვლებით, რის შემდეგაც ის გაამწესეს უვადოდ, ანუ დააჯილდოვა, ხო, მურუსიძის საბჭომ, ივანიშვილის რეჟიმმა. შესაბამისად, ეხლა არსებითი განხილვა დაევალა ჩემი აზრით მას იმიტომ და ღრმად ვარ ამაში დარწმუნებული, რომ რასაც ივანიშვილის რეჟიმი მას დაავალებს, ის ბოლომდე შეასრულოს. ჩვენ მოსამართლეები აღარ გვყავს, მთელ საქართველოში გვყავს სულ რამდენიმე მოსამართლე, რომელიც არასრულებს რეჟიმის დავალებებს და განსაკუთრებით გამორჩეულია სახელაშვილი აქ და სხვები სხვაგან. და ის გააკეთებს იმას, რასაც დაავალებენ და არ მაქვს მოლოდინი, რომ ზიას ასე ადვილად დათმობენ. დაევსდებოდი, მაგრამ იმედი არა, მაგრამ ვიცი, რომ არ ვცდები. მადლობა გელამ თივლიშვილს უსმენდით და იმ ადამიანებს, ვინც მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად ასობით კილომეტრს გადიან ყველა სასამართლო პროცესზე და მას სოლიდარობას უცხადებენ ყველა იმ წერტილიდან, საიდანაც ეს შესაძლებელია. სულ რამდენიმე წუთში დაიწყება არსებითი განხილვა მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე 353 პოლიციელზე თავდასხმას 353 მუხლით პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან მზია ამაღლობელს. 6-ის ნახევარზე კი არის ჩანიშნული ადმინისტრაციული წესით დაკავების შესახებ გადაწყვეტილება და ჩვენს მაყურებელს ვეტყვი, რომ სწორედ პირველი დაკავება გამოიყენა საფუძვლად და განმეორებითი დანაშაულის ჩადენის საფრთხე ბრალდების მხარე მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვების მოთხოვნისას და ასევე მოსამართლე ნინო სახელაშვილი თავის დროზე, როცა ის პატიმრობაში დატოვა, დაეთანხმა იმას, რომ იყო განმეორებითი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და სწორედ იმ ადმინისტრაციულ დაკავებაზე გამოცხადება დღეს საღამოს გადაწყვეტილება. მანამდე კი ველოდებით მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სულ რამდენიმე კვირის წინ უვადოდ გამწესებულმა ნინო სახელაშვილმა, რომელსაც სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს, უნდა დაიწყოს მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა.